დააგებრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში ძალიან სახალისო თემით და ძალიან კარგ სტუმრებთან ერთად. Წარმოგვიდგინოთ გიორგი სურაბიშვილი, ჟურნალისტი, ქრისტი ყიფშიძე, მოდელი და რემბო, ცნობილი DJ, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე ისეთ ადამიანებს ართობს, რომლებსაც უყვართ გართობა. რა ხდება ამ მხრივ თბილისში? დღეს საღამოს სად მიდიხართ? სად შეიძლება რომ წავიდეთ? დავიწყოთ მაქედან დღეს საღამოს სად მიდიხართ? აი საკოს ისეთი მაკიაჟი აქვს, რომ უკვე მოფიქრებული აქვს სად მიდის, მაგრამ კლუბში. ალბათ ეხლა რემბო რო დაუკრავს აქ გავერტობით და ნაფ-ნაფა სად მიდის ახლა? მე მივიდოდი დაბადების დღეზე. ხო ის საოცრება, იმიტომ რომ მე მართლა არასოდეს არსად კლუბში არ ყოფილვარ თბილისში, ნაფ-ნაფა რო არ შემხვედროდეს. ანუ გიყვარს ძირითადად. თუმცა კარგი არც არის ხა, ანუ შენზე ვლაპარაკობ, ხან საერთოდ არ მინდა რომ ზოგიერთ ადამიანს შევხვდე, მაგრამ თბილისია. სამწუხაროდ რომ ესე გამოდის. ანუ ერთი პრობლემა უკვე გამოიკვეთა. ჩემი აზრით, იცი რა მომენტია, რომ ადამიანებს არ აქვთ არჩევანი ზოგადად გართობის თვალსაზრისით და ამიტომ იძულებული არის ძირითადად ბევრი ადამიანი რომ კლუბში წავიდეს. უმეტესობას არც აინტერესებს არც მუსიკა, არაფერი, უბრალოდ რახან არაფერი არ ხდება ზოგადად ქალაქში და რომ დათროები ადამიანი რომ გინდა რაღაც გაიგო და ვერსად ვერ მიდიხარ, ყველა ვარიანტში მიდიხარ მე კლუბში. რა ცუდია, იმიტომ რომ შემდეგ ის ადამიანები, ვინც კლუბში მიდიან იმისთვის, რომ თქვა მუსიკას მოусმინონ და უფრო სხვა ინტერესები აქვთ, მათ შემდეგ უფრო რაღაც ნაკლებად სიამოვნებთ, ხო, ის გართობა და ცნობილი პრაქტიკა ერთი კლუბიდან მეორეში, მეორე კლუბიდან მესამეში ღამის განმავლობაში ხდება ასე. პლუს კლუბში ეს აქტივიზმული არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა, რა ვქნათ. სამწუხაროდ ხო. ნუ ეხლა ეს კონკრეტულად ბევრი ამის ბრალი არის, ეხლა ეს არ არის მარტო კლუბური რაღაც იმის ბრალი. ზოგადად ქვეყანაში არის ესეთი მდგომარეობა, რომ სამწუხაროდ არჩევანი დიდი არსებობს ბევრ რამეში. ერთ-ერთი მე მგონი რაც ჩაარი კარგი არჩევანი, ეს არის კარგად ჭამა თუ გინდა. ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს ქალაქში, და სხვა არ ვიცი. კრისტი, გაქვს დაგეგმილი დღეს საღამოს სად წახვალ და რამდენად ხშირად დადიხარ აი კლუბებში თუნდაც? დაგეგმილი არ მაქვს, იმიტომ რომ არ მიყვარს რაღაც რომ დავგეგმავ არასდროს არ გამოდის არაფერი. ეს სპონტანურად შეიძლება. შეიძლება წავიდე კინოში, მე სადმე რაღაც ჩაი დამლიოთ რაღაც ნამცხვარი და მე უკვე კლუბში ალბათ შევალ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ცოტა ვიცეკო. მე იქ არ ვსვავ, ანუ არასდროს არ ვსვავ. მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომ მიდიან იქ რაღაც დალიონ ან შევდივარ 1 საათი მაქსიმუმი არის ჩემთვის. ნახევარი საათით მყოფნის, რომ აი რაღაც ადრენალინი, აი რაღაც ენერგია დავხარჯო სადღაც, ანუ ჩემთვის როგორც ჯიმი ასე ვთქვათ ესეთია და შევიდე კარგად გემრიელად ვიცეკო და გამოვიდე და ნუ რაც არის ისიც ნუ კი რა თქმა უნდა უკეთესი კი მინდოდა რომ ყოფილიყო. მუსიკა გაძლევს იმის საშუალებას რომ აი აუცილებლად უნდა იყოს კარგი მუსიკა, კარგი ჟღერადობა. ხშირად მსმენია რომ ცუდი მუსიკა უნდა ისმოდეს, ხო. ვისთვის რა არის კარგი მუსიკა, ესეც საკითხია. საკითხი არის, ახლა ბევრისთვის მე თვითონ ვაწყობდი, აი მე და რემბო ვაწყობდით ადრე, იყო ისი პერიოდი 2010 წელს. ვიყავი ეგეთი ის მქონდა რაღაც არის გატაც ხო ნუ უფრო ტალღა ეხლა იმის მერეც ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემოთავაზება მაგრამ ვეღარ ვაკეთებ აღარ მინდა ხო ნუ იმიტომ რომ რაღაცა იმ პერიოდში მინდოდა და ვაკეთებდი და ამოვწურე ვიყავი რაღაც ასე ვთქვათ ამ კონცერტების ორგანიზატორი მყავდა DJ მყავდა VJ მყავდა მაშინ სამორი მყავდა MC და რაღაცა ძალიან დიდი ესეთი გუნდი ყავდა და რო რაღაც ანუ მაშინ ბევრად უფრო ხარისხიანი ივენთები იყო და კლუბები რა მოსწონს ზოგადად ქართულ მსმენელს აი რა არის ეს მუსიკა აი მასას რა მოსწონს მე პირადად გავასწავლები იმასას რომელიც რემბოს და ბევრად უფრო ერთობა ვიდრე წამოვიდა იმიტომ რომ ბევრი კლუბი არ არის სხვათა შორის არის რამოდენიმე კაი კლუბი სადაც პირადად მე რა მუსიკასაც არ უკრავ, მე უსმენ და იმ მუსიკაზე ვერთობი რა. R&B ძალიან მიყვარს, რეპი ძალიან მიყვარს, ძირითადად 60-80% უკრავ მაგ მუსიკას, მაგრამ მე კლუბში მივდივარ, სხვა DJ-ები რომ ამას უკრავენ, ცუდად და ისეთ რაღაცებს ურევენ შიგნით, მე უკვე ძალიან მაღიზიანს არის, როგორც არის მაგალითად მტკვარი, ლაბორატორიუმი და ასე შემდეგ. კარგი მუსიკა იკვრება, კარგი ქართველი, სხვა შორის ძალიან ბევრი კაი ქართველი ელექტრონში კი DJ ყავს, underground-ი. ძალიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამისა ძალიან დიდი პრობლემაა ზოგადად არ ვითარდება ეს სფერო, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო არც ადგილი არ არის და არც შემოთავაზება არ არის და დაინტერესება უნდა იყოს, მე ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდანაც. ანუ ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულად რა შუაშია და ზოგადად მუსიკა არის კულტურის ადამიანის კულტურა ადამიანები ცხოვრობენ როგორც აი ლიტერატურა ხატვა
შინაგანი გამოხატვის ესე თქვა საშუალო სფეროა რა. ამით ცხოვრობს ადამიანები ირჩენენ თავს საზღვარგარეთ ძალიან სხვათა შორის მთლიანში და პროდუქტის ერთ-ერთი ნაწილი არის ქვეყნები, სადაც მუსიკაზე ძალიან დიდი შემოსავალი მოდის რა. საქართველოში თუ ავიღებთ რაღაცა კვლევებს, ძალიან კარგად ვერკვევი ამ რაღაცა მქონდა ესე თქვა შეხება. საერთოდ არ არის მოხსენებული ზოგადად ანუ ეს სფერო. მე მუსიკას გულისხმობ ზოგადად და არც არის განვითარებული და არც მუშაობს სახელმწიფო რომ ეს განავითაროს, არ ვიცი თulis თუ არა საჭიროდ. მაგრამ რეალურად ახალგაზრდები ძალიან ბევრი ნიჭიერი ყავს, რომელიც საქართველოში თვით რეალიზებას ვერ ახდენს და ამის გამო იძულებულია ვისაც აქვს საშუალება ძალიან დიდი მიგრაცია ძალიან დიდია მიგრაცია. ჩვენი პრომოუტერები, ჩვენი შემსრულებლები და სხვები იყენებენ ამაზე ფულს აკეთებენ და მე საქართველოს აღარავის აღარ უნდა უკან დავაყენო. ეს მომენტი არის კულტურულ სფეროში ხო ცოტა მოძოლდა მე მგონი აი ხარა დამოკიდებულებაც არის ზოგადად სახელმწიფო მხრიდან და საერთოდ თაობის მხრიდან რომელიც მართავს ასე თუ ისე ქვეყანას ცოტა რაღაც ჩემი აზრით მოძველებულია იმიტომ რომ ყველა ვარიანტში თუ ჩვენ გვინდა რაღაც ავაშენოთ ხო რაღაც დასავლური სახელმწიფო აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ალტერნატიულ ნებისმიერ მუსიკასთან აი ალტერნატივას ნებისმიერ სფეროში და სამწუხაროდ ჩვენთან ეს არ ხდება მხოლოდ რაც არის მე პირადად შეხება არ მაქვს უბრალოდ მე განმიცდი რომ ჩემს მეგობრებს უნდათ ამის გაკეთება და იმ ნიჭიერ ადამიანებს და უბრალოდ ვერ ახდენ ამის საშუალებას. ამის გამო რეალურად თვითონ კულტურაც აღარ ვითარდება და აღარ ვითარდება გართობა რა. გართობა ვავიღოთ თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა რაც შუაშია მე თუ შემიძლია ჩემს პროფესიაში განვითარდე რეალურად. ანუ რამდენად დაყვესების ხო, ამ მომენტია შეიძლება რომ ენთუზიაზმი გაკეთო რამდენად მომენტია და რეალურად ანუ არ ხდება ისე რომ ადამიანს და რაღაც გაკეთება ელემენტარული ხმის ჩამწერი სტუდიები არა და რაც არის 2 და 3-ია. რომ მიხვიდე და გააკეთო მუსიკა ხარისხიანი. გიждდება ინდონეზიაში. მოკლედ ალბომს ვერ გამოვიდა. კიდე ამას გინდა ანუ ხო გინდა რეალიზება მოახდინო, ანუ რეალიზაცია ამ პროდუქტის. საქართველოს ბაზარზე ვერ გაყიდე, იმიტომ რომ რეალურად მოთხოვნა არის. ზარი პატარაა ძალიან. უნდა გაიტანოს სხვა ბაზარზე. ამას უნდა იზრუნო და ამას ჩვეულებრივი სტუდენტი და ის ელექტრონშიკი ადამიანი, რომელიც დღეში მაქსიმუმ კვირაში აკეთებს $100 ან $200 რომ დაუკრას იმუშაოს და შემო. ხო, იმიტომ რომ ეს კიდე ერთი პრობლემა არის. როდესაც ეს ადამიანები უკრავენ ძალიან პატარა სივრცეში. აი, ავიღოთ ბარი ლაბორატორიუმი, მაგალითად, რომელიც არის სახლში რეალურად გაკეთებული, მაგრამ უკრავენ კლუბურ მუსიკას. ძალიან კარგი იქნება თუ იქნება რაღაცა ესეთი ერთ დიდს თუ რაღაცას გააკეთებენ, სადაც იქნება ძალიან კარგი ხმის სისტემა და იქნება ფესტივალი მაშინ. აი ზუსტად მაგაზე მიდოდა საუბარი. ფესტივალები ძალიან დიდი. არა არის. ძალიან ბევრი მიტოვებული ქარხანა არის, რომელიც შეიძლება აითვისო და განსხვავებული მსგავსი პროექტი ძალიან ძვირი გიждდება საქართველოში, ვიდრე უცხოეთში შეგვიძლია. იცი რა არის, ახლა რაღაცა პრობლემატიკაში გადავიდა ჩვენ ვიდეო რომ პარასკევს საღამოს გამაგრებელი. ეს არის პირველი დღე საღამო, რომელსაც ან 2-3 თვის მანძილზე პირველად ვისვენებ დღეს. იანვარი ისეთი აქტიური რომ მე მგონი არ მიდიხარია მაქსიმუმ დღეს მინდა კინოში წავსო, იმიტომ პრემიერა გინდა, მე წავალ სახში აუცილებლად დავისვენებ. კლუბში აღარ წახვა. სახში მაქვს კარგი Xbox-იც, კარაოკეც, ყველაფერი და დავუძახ რამოდენიმე მეგობარს და გემრიელად კლუბში არ წავალ, იმიტომ რომ არ ვეწევ ბუღი მაწუხეს. აი როგორც თქვი, ძალიან ბევრი ნიჭიერი DJ ყავს და მე ძალიან მაინტერესებს კრისტი, შენ შემთხვევაში და მე გიორგისაც ვკითხავ, ყველაზე დასამახსოვრებელი ივენთი, რაც გახსენდება ამ ბოლო პერიოდში, სად იყო, როგორ იყო და რას თვლი შენ საერთოდ გემოვნებიან და ესეთი ივენთი. მე ცოტაა რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი თქვა და რამოდენიმე არა, ესე ვერ გამოვარჩევ. უფრო იქ გაზაფხული ზაფხულში იყო. გიორგის არ გაუჭირდება, მე მგონი გამორჩევა და ყარზე ის იყო, მე მგონი ყოველთვის. ვაიმე. მართლა ძალიან კაი იყო underground hip hop rap-ი, აი მართლა ვისაც ესნის ეს თემა. მაყურებელს ვეტყვი რომ გიორგი რამდენიმე თვის წინ იყო GDS-ის თანამშრომელი და დილა GDS-ში იწყებოდა გიორგის გარეპვით. ეხლა დაკვრა რა ხან ახსენე, მე მინდა რომ შენ გარეპო. არა ეგრე არა. არა, ეგრე არა, ეთერამდე. ჰიპ-ჰოპი ვისაც უყვარს დამეთანხმება რომ ესე არ არის. თუ არ წამოვიდა შენგან თუ არ იგრძენი ისე. ყოველდილას მოდიოდა ჩვენივრად. ესე კაი დილა თენდებოდა. ენერგიულად გრძელდებოდა. კაია, კაია. მაგრამ თავი რა იცი, თუ გართობა გინდა, ყველგან გაერთო. აი ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ხო, აი დამოკიდებულებაზე. მე მივდივარ მაგალითად, აი სიგარეტს არ ვეწევი, ძალიან ნიშნულად სვამ. მივდივარ, აი ისე შემიძლია აი ეს სიტყვაზე მტყარზე ან ლაბორატორიუმში გავერთო
ხიზევა მათ მიყვარს ეს მუსიკა და ამდენი წელია ისეთი გამონაკლისები მე მიზანი მაგრამ მივდივარ რომ მუსიკალურ ადამიანს გიყვარს ხო სულ სახში ჩართო მარტო გაერთობი რა აი მუსიკა გიყვარს ყველაზე მეტად კრისტი ყველაზე მეტად რომ ვიყვიძებ პირველ რიგში როგორც კი ვიყვიძებ ლოგინში მაგას ლეპტოპი და ეგრევე ვთავ მუსიკას. ცეკვით იწყებ ფაქტობრივად. არა, ცეკვით არა, მაგრამ აი ის მჭირდება ეს. რაღაც ყოველთვის განწყობა მოაქვს. შენთვის აი როგორ მუსიკაზე უფრო ერთობი. იცი რა არის, ჩემთვის თავარია კაი რიტმი იყოს. და მნიშვნელობა არა აქვს, ანუ ეს ვერ გამოვარჩევ და მარტო ერთ რაღაცას არ უსმენ, ყველაფერს usმენ. აღმოჩნდა რომ დღესდღეობით არც ერთი არსად არ მიდიხართ? როგორ არა შეიძლება დაბადების დღის შემდეგ დროს მე მაგ მე უკრავ ყველაზე რეპორტაჟი ყველაზე პაპსავი დიჯეი ვარ. ასე თუ ისე მაინც ხო პაპსავი კი ვარ რა ვქნა მიყვარს ეს მუსიკა რასაც უკრავ. არაფერი არა იქ ისეთი და მიყვარს ადამიანების გართობა ეს არის ჩემი ძალიან ის მუსიკა მიყვარს რომელსაც შევაღიარებ და ხათაშორის იმატა აი კერძო ადრე თუ უკრავდი სიტყვაზე თვეში 10 ჯერ კლუბში ან 8 ჯერ კლუბში ეს იყო 2 წლის წინ დღეს არის კერძო შეკვეთები და კლუბში შეიძლება გავიდეს თუ ისე რომ ერთხელაც არ დაუკრა ანუ კერძო შეკვეთა რაღაცა პრივატული აი ადამიანებმა ისწავლეს რომ თუ უნდათ გემრიელი გართობა თვითონ აწყობა აი ამ კუთხით ყველაზე მაგარი გართობა ეგ არის. ყველაზე კარგი ეს არის ჩვენთან რომ რაღაც ადამიანების კატეგორია რაღაცა იქეთ-აქეთ გაუწევენ ორგანიზებას სახში დაჩაზე ან რაღაცას იქირავებენ თვითონ აკეთებენ, იწყობენ უკვე იმას და არა სხვას ელოდებიან. საქართველოს შემთხვევაში თავიდან ვიცილებთ ჩხუბებს უცხო ადამიანების შეწუხებას ეს რაც გიორგი მახსენა გათვლა გამოსვლა რომელიც გაჩუხებს. სიტუაცია ცოტა ჩემი აზრით მათ თვალსაზრისით რომ ეს ჩხუბები და ასეთი რამ შემოწმებულები მაგრამ ძალიან ხშირია რა თქმა უნდა არის ეს არის ზოგადად პრობლემა ადამიანების ცნობიერებაში რომ რაღაც კომპლექსები აქვს ძალიან ბევრი ადამიანებს და ძალიან უჭირთ კაფასიაძე ყოფნა ხო ძალიან უჭირთ რაღაცა ცოტა ეს ყველაფრის ეს მათ ვერ დავადანაშაულებ მხოლოდ ეს რაღაც რეალობის ბრალი ეს გავიზარდეთ ყველანი ანუ ამ რეალობაში გავიზარდეთ და ესეთი ქვეყანა არის ზოგადად დამრთქუნველი ყველა მხრიდან აბსოლუტურად ეს იქნება თქვა რაღაც დამცავების მხრიდან, ერთმანეთის მხრიდან და თან ჩვენთან უყურს ყოველს ერთმანეთის ყურება, ყველა ერთმანეთს ყურებს, ყველა ჭორაობს და აი ყოველს რაღაც გამძაფრებული აქვს ეს რაღაც ეგო. და ეს ეგო სანამ გვერდზე გავწევთ, მაგრამ რაღაცა მინდა თქვა, რომ ამის და მიუხედავად რომ რაღაცები შეებაწეღან ძალიან ნეგატიურად და ძალიან კრიტიკულად ისქენ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოდის და ეს ახალი თაობა. იმდენზე ნიჭიერები არიან და იმდენზე სხვა აი ეს აუცილებლად გამოსწორებს. სოციალურ მაქსიმუმად რა არ ვიცი, ინტერნეტმა იმდენზე განავითარა დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობა, რომ აი უბრალოდ ანგული დასაწყეთი იქნება რომ ამათ ეხათ ჩვენ არ მივხედო და ჩვენგან რაღაცა არ გავაკეთებთ. აი კარგი თემა ახსენა ინტერნეტი ხო გემოვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით არის მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა და ყველანაირი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი პრაქტიკულად. ახალგაზრდებსაც ვიცნობ აი მასიურად უკვე ძალიან მომწონს რომ ისეთ თემებზე და ისეთ შემსრულებლებზე შეუძლიათ უკვე თავისუფლად საუბარი რომ სიამოვნებს ბევრ ახალ რაღაცას ვიგებ, სწავლობ იმათგან და ნუ მე და სულსაც ვიტყვი კიდე ერთ რამეს, სული ტენდენცია ჩემს. წავიდა ტენდენცია რომ ყველა უკრავს რატომღაც ალბათ ელექტრომუსიკას, ყველა უსმენს ელექტრომუსიკას, რატომღაც აი ცოცხალი შესრულება ისეთი ხშირი აღარ არის ხა მახსოვს. ლაივში ძალიან იშვიათია რომ მიხვიდე და სადმე თქვა ხა არ მინდა კლუბში წასულა, მინდა რომ წყნარად დავჯდე და ცოცხალ მუსიკას მოусმენო. ხო, რამდენიმე ვარიანტია ჯაზი მაგალითად, მარი ყალა რაღაც ადგილები არის, სადაც ხშირად არის, მაგრამ იმდენად ცოტა არის აი ესეთი ადგილი, სადაც შეგიძლია შენ ცოცხალ მუსიკას მოусმინო, რომ ეს თავისთავად ხო ბევრ ადამიანს თქვა არ მოთხოვნილება ანაკლები თუ რატო ფიქრობ? მოდი რა ვიცეკოთ. მოდი გაცეკოთ. არა, პრობლემები ვიცეკოთ. პრობლემები ხო? პრობლემები შევადგენთ, დღეს დარწმუნებული ვარ, ყველა კარგად გაერთობებით, თან თოვლია და ცოტა თოვსა. დღეს ყველა რომ შევხვდეთ ერთმანეთს კლუბში, ხო ვთქვით რომ არავინ ართან არ მიდის და ნაცნობად დავიჯერეთ. არა, დღეს შეგიძლია მიხვიდე შენს მოწყობილობასთან ასე ვთქვა. მე რაღაც იქეთა, მაგრამ თქვენ და იცეკოთ. ხო, რა თქმა უნდა, პატარა მინი კლუბი იქნება ჩვენთან. ო, თუ მე ცეკვის მასტერკლასსაც გაიგეთ. გვასწავლით თან? როგორი მუსიკა გინდათ? ეხა თქვენ არ მე შევარჩევ. აი, გოგოების საყვარელი თემები დავიწყებ. ფათაშორის ერთ-ერთი. ჰა? შენ როგორი მუსიკა გინდა? ანუ არა, ნუ პრინციპში უფრო ისე დავიწყებ ხიარულს რა. ხო, ხიარული შუადღია გვასწავლი რაღაცებს, ხო? მოდი. აი, გოგონებს უყვართ ეს ვერა და. არის შეგიძლია და გვასწავლე რა. გვასწავლე, მოდი. თან განათლებადია. ვაა.
And now for my next number, I'd like to return to the classic. I'd like to return to the classics. Can't buy this, super fly this, like a shyness, your highness is before. ერთი რამე, ერთი ბიცე. აი რა მქონია? გიორგის უნდა რა რაღაცა. მოდი გიორგი. მაშინ გიორგი ვასწავლოთ. Follow procedures, the crowd couldn't wait to see this. Nobody's been this long await that since Jesus. Who would have believed this? Heard the word on the streets. I'm still one of the deepest on the mic since I did this. Said they changed the times from the rhymes to the thought of. So I made some order, put the new world in order. Mathematics, put your status about the average and tell to rappers, paragraphs with graphics. Even though you're front, I'm the one and only. My intellect will burn slowly. Daily a smoke case, but still the holy. I'm still in town, I'm a #1 soccer goalie. There is zero chance you don't know me. My words will lift you till the Holy Ghost. I don't rhyme at the most times. Reincarnate all lonely rhymes. But lately, as I watch this game elevate, I put my signature and taste for the history to be retraced. So this talent will not go to waste. It's some JD playing on the track. Fuck the police. I got peace on the streets and the beats is rolling up from the skills. I got skills. Ba-da-da-da-da. 1, 2, 3. Fuck the police. 1, 2, 3, fuck the police. 1, 2, 3, fuck the police. 1, 2, 3, fuck the police.